ქართული ჰანგები, მხოლოდ მათთვის, ვისაც ქართული მუსიკა უყვარს. დაელოდეთ ყოველ სამშაბათს 21 საათზე გადაცემას ჩვენი ესტრადის შესახებ. რადიო აჭარის ეთერში FM 104.5-ზე. ქართული ჰანგები, ქართული ჰანგები. მოგესალმებით, ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია და ტრადიციულად ყოველ სამშაბათს ჩვენ ქართულ მუსიკაზე ვსაუბრობთ. მე ლაშა მოისტრაბიშვილი ვარ და ვუძღვები გადაცემას ქართული ჰანგები. გადავწყვიტეთ დღეისათვის ზრდასრულმა ადამიანებმა უდარდელ და უბედნიერეს სფერად ბავშვობაში ვიმოგზაუროთ. მით უმეტეს რომ საამისოდ მიზეზი მართლაც გვაქვს. ხვალ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. მოგეხსენებათ, ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ და ყოველთაობას გვაქვს რაღაც საერთო. საერთო თამაშობები, რომლებიც თაობიდან თაობაზე გადადის. გასართობები და რაც მთავარია, სიმღერები, რომლებიც თაობებს უბერებლად გადაეცემა და მათი მოსმენის დროს თავი პატარა ბავშვი გონია. ქართული ჰანგები. ეს გახდათ მართლაც ლეგენდარული, გენიალური თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებული გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი მზიური. მზიური გურამ ჯაიანმა ჩამოაყალიბა და სწორედ ის გახდა ანსამბლის უცვლელი ხელმძღვანელი. იმ დროისთვის ის ფაქტი, რომ ბავშვები სცენაზე იდგნენ, თან უკრავდნენ და თან მღეროდნენ, ხალხში გაკვირვებას იწვევდა, რადგან პატარა მუსიკოსთა უმრავლესობა მუსიკალური ინსტრუმენტების სიმძიმისა და სიდიდის გამო გაჭირვებით უკრავდა. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ სესიაზე მაშინდელი განათლების მინისტრი თამარ ლაშქარაშვილი გამოვიდა და თქვა: აჩვენეთ ეს გოგონები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება. მსოფლიოს უამრავმა ხალხმა ნახა, გაიცნო და შეიყვარა პატარა ვირტუოზები. უყურადღებოდ არ დარჩენია ანსამბლი მზიური კინორეჟისორ ზალ კაკაბაძეს, რომელმაც გადაიღო ფილმი მზიური. უყურადღებოდ ისინი წლების შემდეგ არც კულტურის სამინისტროსა და ვარსკვლავების გახსნის კომისიას დაუტოვებია. 2010 წლის 9 ნოემბერს ანსამბლ მზიურს თბილისის ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თეთრ პერანგებში გამოწყობილი წითელ ხელსახვევიანი გოგონები. მზიური არის უსაყვარლესი ანსამბლი ჩემთვის, იმიტომ რომ პატარაობისას ხო ვუსმენდი და ვუსმენდი, მაგრამ ეხლაც ძალიან დიდი სიამოვნებით ვისმენ ძველ ჩანაწერებსაც. მე ვცდილობ რომ ჩემმა შვილებმაც მოусმინონ და ჩემი უფროსი გოგონა უსმენს კიდეც აქტიურად. არ მავიწყდება ის ფილმი მზიურზე და ის ემოციები, როცა ვუყურებდით ხოლმე და ვუყურებთ ეხლა ძველ ჩანაწერებს ტელევიზიით, აი ის მეზღვაურთა ფორმაში გამოწყობილი გოგო ბიჭები, ის დიდი ხალასი, ის მუსიკა, ის ჟანრები სხვადასხვა. გარკვეულწილად ეს იყო ჩემი და ჩემზე უფროსი თაობისთვის ძალიან დიდი სიახლე ქართულ ტელესივრცეში, ესტრადაზე. ეს იყო ყველა ბავშვისთვის მისაბაძი და საოცნებო და მე მახსოვს რომ ჩემზე უფროსების სკოლაში გოგო ბიჭები ბაძავდნენ ამ ანსამბლის წევრებს, დგამდნენ მინი კონცერტებს. მზიური თავისთავად იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოსთვის და ეს მუსიკა იმდენად ახალი იყო და იმდენად
ენერგიული სიცოცხლის მომტანი, რომ ტრადიციები გრძელდება, უფროსი თაობიდან ეს სიყვარული ანსამბლისადმი და ერთგულება გადმოიცემა შვილებს თავისთავად. ჩემ შემთხვევაშიც ასეა. და მე ვისურვებდი, რომ ძალიან ბევრი თაობა აღზრდილიყოს მათ მაგალითზე. როგორც საბავშვო გოგონათა ანსამბლი, სადაც ვთქვათ, ერთი დრამერი იყო, ერთი გიტარაზე უკრავდა, სოლოზე, ერთი ბას გიტარაზე, საქსოფონზეც კი ეს ძალიან იშვიათობა იყო იმ დროის. მე ვფიქრობ, არა მარტო საბჭოეთისთვის, საერთოდ მსოფლიოსთვისაც იყო ძალიან გასაკვირი ამბავი, რომ ასეთი ანსამბლი არსებობდა. მართალია მე თვითონ არ მივეკუთვნები მზიურის თაობას, მაგრამ მზიურის სიმღერები ჩემთვისაც ყოველთვის საყვარელი იყო და დღემდე დიდი სიამოვნებით ვუყურებ ფილმს, რომელიც მზიურზეა გადაღებული და ვფიქრობ, რომ მათი სიმღერები ნებისმიერი დროის ბავშვებისთვის საყვარელი და სასიამოვნოდ შესასრულებელი იქნება. ქართული ჰანგები. აი ასეთ ბილად და ტკბილად იხსენებდნენ ჩვენი თანაკალაკელები ამ შესანიშნავ ანსამბლ მზიურს. მოდით ახლა კიდევ ერთი სიმღერა მოვისმინოთ მზიურის შესრულებით, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი ძალიან კარგად ვიცნობთ. დაჰკარი დავდაფებს ესეთ სიმღერა აღჭირდება ახლა მზიურის შესრულებით ტალღაზე FM 104.5. ქართული ჰანგები. გრძელდება გადაცემა ქართული ჰანგები ტალღაზე FM 104.5. მე ლაშა მოისწრაფიშვილი გახლავართ. საბავშვო ნაწარმოები თითქმის ყველა წარმატებულ ქართულ კომპოზიტორს შეუქმნია. ზოგს მულტიპლიკაციური ფილმისთვის, ზოგს კონკრეტული საბავშვო ანსამბლისთვის, მაგრამ ცოტა ისეთი კომპოზიტორი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საბავშვო მუსიკის წერით იყო და არის დაკავებული. არსებობს ესეთი კომპოზიტორი ზურაბ ჩინჩალაძე, რომელიც თანამშრომლობდა ანსამბლ მზიურთან. იყო რობერტ ბარძიმაშვილის მიერ შექმნილი ანსამბლ ლახტის მუსიკალური ხელმძღვანელი და გორის ბავშვთა ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლ აი-იას ხელმძღვანელი. მინდა შემოგთავაზოთ ბატონ ზურაბ ჩინჩალაძის სიმღერა პაწაწინა რტოვარ, ლექსის ავტორი ანა კალანტაძე, ასრულებს ლევან ლაზარიშვილი. Guardi speranza ma
ქართული ჰანგები. გადაცემა ქართული ჰანგები კვლავ ეთერშია. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასი რადიო მსმენელებო. დღეს ვსაუბრობთ ქართულ საბავშვო მუსიკაზე და რა თქმა უნდა გვერდს ვერ აუვლით ბავშვთა ვოკალურ ინსტრუმენტალურ ანსამბლ ლახტსა და მის სოლისტ ლევან ლაზარიშვილს, რომელსაც მართლაც გამორჩეული და დასამახსოვრებელი დიდი დიაპაზონის ხმა ჰქონდა. ლახტი უნიჭიერესმა ქართველმა მუსიკოსმა და პროდიუსერმა რობერტ ბარძიმაშვილმა შექმნა. მან შეკრიბა რამოდენიმე მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი, მანვე აღმოაჩინა ლევან ლაზარიშვილი. მოდით მოვისმინოთ ნუგზარ ერგემლიძის სიმღერა ლამპიონები, რომელიც 1985 წელს მაშინდელი საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო სიმღერად აღიარეს. მაშასე ლამპიონები ლევან ლაზარიშვილისა და რობერტ ბარძიმაშვილის შესრულებით. პირველ ნაბიჯებს დგამ ესტრადაზე. და ეს სამყაროც ზღაპარს ააგავს. სასწაულებით ის არის სავსე. ბედნიერ ღიმილს ცრემლიც თან ახლავს. არგეშინია? არა, მე მაოცებე ლამპიონები აბლა მასენას რომანათებე მე მოდიოდი თქვენსკენ ოცნებით და თუ ამღერდი ყოველ ახალ წელს ახალი მოაქვს. აქ სხვები იდგნენ. ახლა შენ გახარ. ყველა ქართველის დალოცვის დროა. შენ საქართველო გიყურებს ახლა. არგეშინია? არა, დაბადებოდეთ ნატურის ახტენა და სიყვარული ბავშვი ჭონფელი ახალგაზრდობა და ხმაფრენა და გლოცნია ახალი ნატურის ახტენა და სიყვარული ბავშვი ძველი ახალგაზრდობა და ხმაფრენა და გლოცნია ახალი ქართული ჰანგები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. ტალღაზე FM 104.5 გრძელდება გადაცემა ქართული ჰანგები, მას მე ლაშა მოისტრაბიშვილი ვუძღვები. საბავშვო მუსიკაზე საუბრისას ულება არ მაქვს არ ვახსენო ბათუმური ანსამბლები, ზღვის შვილები, ია, ლახტი. მოგვიანებით მას ტრუბადურები დაერქვა, რომლის ერთ-ერთი წევრი თქვენი მონამორჩილიც გახდით. ლიმპომპო, ჩანგი, ტიპ-ტოპი, ოქროს ხმები, ჩიორა და მრავალი სხვა. ჩემს ბავშვობაში, როგორც მიხვდით, ბათუმში ბევრი საბავშვო ანსამბლი არსებობდა. შეიძლება ითქვას, ბათუმის საზაფხულო თეატრში გავიზარდეთ. აქ იმართებოდა მრავალი კონცერტი, კონკურსი, ფესტივალი. ახლაც არსებობს ბათუმში საბავშვო ანსამბლები, მათ წარმატებებს და წინსვლას უსურვებ. მოგვიანებით კი ერთ-ერთ საბავშვო მუსიკალურ სტუდიასაც ვეწვევით, თუმცა მანამ მცირე ისტორიულ ექსკურსს დაუბრუნდით. ხოლო ჩამოთვლით არ ვთავრდება საბავშვო სიმღერების, ნორჩი მომღერლების და ჯგუფების სია. გავიხსენოთ უახლესი წარსული. კერძოდ კი 2008 წლის საბავშვო ევროვიზია, სადაც მიუხედავად იმისა, რომ
კონკურსანტებს შორის ასაკით ყველაზე მცირეწლოვანები იყვნენ. პატარა ბზიკებმა უდიდესი სიხარული გვაგემეს და გამარჯვებულები დაგვიბრუნდნენ. ქართული ჰანგები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ქართული ჰანგები. წარმოუდგენელია ქართულ საბავშვო მუსიკაზე საუბარი უნიჭიერესი და ყოველსათვის საყვარელი სიმღერების ავტორის ქალბატონ მერი დავითაშვილის გარეშე, რომელმაც მუსიკალურად გააფორმა მულტიპლიკაციური ფილმები წუნა და წლუწუნა, ჩხიკვთა ქორწილი, ტრობა, კინოფილმები მანანა, დაგვიანებული სასიცო და სხვა არაერთი თაობისთვის საყვარელი მულტფილმი. ჩვენ ტელეფონით დაუკავშირდით ქალბატონ მერის და ახლა სწორედ ამ ჩანაწერს გთავაზობთ. ბავშვობაში ყველას გვიმღერია სიმღერა ავად გამხდარ კურდღელზე. გვახსოვს ცელქი მანანას მხიარული მოტივები. დღეს კი რაკი გადაცემა საბავშვო სიმღერებს ეხება, ამ და კიდევ მრავალი სხვა არანაკლებ ნაცნობი და საყვარელი სიმღერების ავტორ ქალბატონ მერი დავითაშვილს დავუკავშირდით. მოგესალმებით ქალბატონო მერი, თქვენ საბავშვო მუსიკის განვითარებაში დიდი წვლილი მიგიწვით და იქნებ გაიხსენოთ თქვენი პირველი ნაბიჯები საბავშვო მუსიკის სამყაროში. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა დაწახების, მაგრამ ეს ისე დიდი ხნის წინ მოხდა, რომ განაცხადია გასახსენებელი. 50-იან წლებში დაიწყო პირველად ბავშვებისთვის წერა, როდესაც ახალი გათხოვებული მქონდა კონსერვატორია. ამ დროს შემეძინა შვილი და ერთ შვენიერ დღეს უყიდე მას მაყოლა მრევლის ლექსები და ისე მომეწონა ეს ლექსები, რომ ერთი ამუსუნ თქვით რომ იყვნენ ასე შეუქმენი ის სიმღერები, რომელიც მოიტანეს მე ბავშვებმა და ბევრი თაობა გაიწერა და ამ სიმღერებზე. ძალიან ბევრი მულტიპლიკაციური ფილმის მუსიკალური გაფორმება გეკუთვნით თქვენ. იგივე ჩხიკვთა ქორწილი, წუნა და წლუწუნა, ტრობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი იქნებ მოკლედ გითხრა ყოველივე ამის შესახებ
თქვენი ურთიერთობა ზოგადად მულტიპლიკაციას? მე თვითონ ძალიან მომწონდა ყოველთვის მულტიპლიკაცია და სიამოვნებით ვიმუშავებ. მე როგორც იქნა დამიძახეთ ეს ჩვენი 1956 წელი იყო და იმის შემდეგ უკვე წერდი, იმიტომ რომ ერთი რეჟისორი მეორე რეჟისორს მე მიძახდა და აწერინებდა. ბედმა გამიღიმა რომ არაჩვეულებრივ რეჟისორთან მოუხდეს იყო არგადი ხინთიბიძე. აი მას ეკუთვნის შევსაკურწილი, წუნადაზრუწუნა, მტრობა, ქორბუ და ერთი ხუთი სურათი და სიამოვნებით მუშაობდი ამ ჟანრში. რა თქმა უნდა, ვუმადლი ბედს, რომ ასეთ კარგ რეჟისორებთან მოუხდი. 20 ფილმი მაქვს გაკეთებული. ქალბატონო მერი, ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი რუბრიკა გახლავთ კინომუსიკა. დიახ. და სიმღერა ყველასათვის საყვარელი ფილმიდან მანანა, რომელიც ჩვენს ქალაქშია გადაღებული. დიახ, ბევრს უყვარს და ბევრი თაობის წარმომადგენელი მღეროდა და მღერის მას. მოდით იქნებ უამბოთ ჩვენს მსმენელებს ამ სიმღერის შესახებ, ზოგადად ისტორია იქნებ გითხრათ აი ამ სიმღერის, როგორ დაიწერა. ამ სიმღერის ყველაზე დიდი წარმატება მე მგონია ის იყო, რომ არაჩვეულებრივი კარგი გოგონა მღეროდა, ნანული სარაჯიშვილი. არაფრის ხმაც არ იყო საჭირო ისე კარგად აკეთებდა ყველაფერს. ნუ ესეთი ჩემთვის ის იყო კარგი მიმზიდველი სამუშაო და მთელი გული და მთელი შენი შესაძლებლობები და ყველაფერი თუ რაღაცა მასში ჩადებ, მე შედეგიც კარგი გამოდის. ქალბატონო მერი, უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობისათვის. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ ხართ ისე აქტიურად მუსიკაში. ნუ ველოდებით კიდევ ბევრ ძალიან ლამაზ სიმღერას. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ ყველაფერს. აი მე არის მთელი გული და სული თქვენ ქალაქში ვარ ახლა. თუ ბედნიერად იყვნენ ბავშვები. ნუ მაწვალე გო. დაწვალე სიერედა. Ого შენი სიყვარულით გული როვესე მიღონე უიქაცი თვლი დავიდა ეგრე გამაგონე რაფქნა თუ კი უშენობით მე მაცეს ხრისალია მე რა გიყო რა ვიყონო აბარაჩევი ბრალია ვარალი ვარალალო ვარალი ვარალალო ვარალი ვარალი მოგიწერი მე მინათებს თუ არა დახნელიავო ვერცოდ გეტყვი ვესარა სამიჯის მიჯობნელიავო გოგო ჩემი უნდა გახდეს შენი კერავს ბაჩაჩებსა ბიჭო ვერაც მეკითხები დადი იქნება ბაჩებსა ვარალი ვარალალო ვარალი ვარალალო ვარალი ვარალი ой მე ხიკი დაგაყარე მაქთებზე და ქართული ჰანგები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, შეგეხსენებთ ტალღაზე FM 104.5 თქვენ ესმენთ გადაცემას ქართული ჰანგები, მე ლაშა მოისრაფშვილი გახლავართ. და ჩვენი გადაცემის მომდევნო რუბრიკა გახლავთ ერთი ჰიტი, მოგეხსენებათ ამ რუბრიკაში ჩვენ ერთ კონკრეტულ ყოველსათვის საყვარელ სიმღერაზე ვსაუბრობთ. რადგან დღევანდელი გადაცემა მთლიანად ბავშვებს და საბავშვო სიმღერებს მიუძღვენით, გადავწყვიტეთ ამ რუბრიკის სტუმარი საბავშვო ბაღის აღზრდელები ყოფილიყვნენ და თავად მათ დაესახელებინათ მათი საყვარელი სიმღერა. მუსიკის პატარა მოყვარულებმა თავიანთი არჩევანი ერთხმად შეაჩერეს ყოველსათვის საყვარელ მაგა აროშიძის სიმღერაზე კანფეტების თოვლი. ის თუ რატომ გააკეთეს ასეთი არჩევანი, თავად ჩვენი პატარა რესპონდენტები მოგვითხრობენ. ქართული ჰანგები მე ვარ ანიტა. მე მიყვარს სიმღერა გარეთოდა. მე ელენე. მე მომწონს გარეთოდა, იმიტომ რომ ხორმა მასწავლებელმა მასწავლა მან. დიდი ხალია ვიცი ეს სიმღერა. იმიტომ მომწონს, რომ ჩემი საყვარელი სიმღერაა. მე მომწონს ამ სიმღერის ტექსტი. გარეთოდა მომწონდა, მაგრამ კონცერტა ევეცი კამპედები სიოდა. ამ სიმღერას როცა უსმენ ძალიან მიხარია. ეს სიმღერა მახალისებს როცა ვღერი და მიყვარს. ამ სიმღერას დიდი ხანია ვღერივად.
სულარციოდა თეთრიციდან ფიფკის ნაცვლად გამფედებით ვიოდა ეზოში შემომეგებდნენ მოსეირნე წყვილები გამფედების ჭამისაგან შავი ჰქონდათ თბილები გარეთოვდა მაგრამ სულარციოდა თეთრიციდან ფიფკის ნაცვლად გამფედებით ვიოდა გარეთოვდა მაგრამ სულარციოდა თეთრიციდან ფიფკის ნაცვლად გამფედებით ვიოდა ლიმონადში ბანაობდა ციცკნაჩი დიღაბუა პატარებმა გააკეთეს შოკოლადის ბაბუა მამალოს დააჩენებდნენ ნიკუშა და თამრიკო ჩვენი მურად გარეთ იყო ყეფითეზო აიგლო გარეთოვდა მაგრამ სულარციოდა თეთრიციდან ფიფკის ნაცვლად გამფედებით ვიოდა გარეთოვდა მაგრამ სულარციოდა თეთრიციდან ფიფკის ნაცვლად გამფედებით ვიოდა ნეტამართლა თუ ახდება უცნაური სიზმარი გამფედებს რომ ვიღაცაბნევს მაცოდინა ვინ არის ანგელოზი მომებარა ძილში სახელმცინარი ალბათ მიტომ დამესიზმრად კბილზე თბილი სიზმარი გარეთოვდა მაგრამ სულარციოდა თეთრიციდან ფიფკის ნაცვლად გამფედებით ვიოდა გარეთოვდა მაგრამ სულარციოდა თეთრიციდან ფიფკის ნაცვლად გამფედებით ვიოდა მოგესალმებით შეგახსენებთ რადიო აჭარის ეთერში თქვენის მეთ გადაცემას ქართული ჰანგები მას მე ლაშა მოისტრაფიშვილი უძღვები და კიდევ ერთი რუბრიკა ჩვენი გადაცემისა სადაც კონკრეტულად ქალაქურ სიმღერაზე საუბრობთ გამონაკლისი დღევანდელ დღეს არც ეს რუბრიკა იქნება აქაც ჩვენი სტუმრები ბავშვები იქნებიან კონკრეტულად კი ანსამბლ ლიმპოპოს აღსაზრდელები თუმცა მანამდე ამ ანსამბლის მუსიკალურ ხელმძღვანელს ქალბატონ ლეილა ალექსანდროვას გავესაუბროთ. საერთოდ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვერ გამოვყოფდი რომ აი რომელიმე მიმდინარეობას განსაკუთრებით ვემხრობი. ყველანაირი მუსიკაზე შემიძლია გავაკეთო აქცენტი და ყურადღება, მაგრამ რაც შეეხება ეხა ძირითადად ქალაქურ მუსიკას, ცოტა იქიდან გამომდინარე რომ მაინც სიფრთხილეს საჭიროებს ჩვენ აქცენტი გადატანილი გვაქვს მაინც ქართულ საბავშვო სიმღერებზე და საერთოდ ქალაქური სიმღერა რა თქმა უნდა ყველა დროში და ყველა ეპოქაში მნიშვნელოვანია წამოსული თუნდაც წინა საუკუნის საიათნოვას ეთიმ გურჯის ლექსებზე დაწერილი სიმღერებიდან როცა უკვე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ეს მუსიკალური სინთეზი მოხდა აი იქედან ვიცით რომ წამოვიდა უკვე თბილისური ფოლკლორი და თბილისში წარმოშობილი სიმღერები და ცალკე კიდე დასავლეთ საქართველოში ძირითადად ქუთაისში და აქედან გამომდინარე ვიცით რომ აი ქუთაისშიც ეს გიტარა პოპულარული გახდა აი ზუსტად ქალაქურ სიმღერებთან დაკავშირებით და წამოვიდა ისეთი სიმღერები როგორიც იყო ციცინათელა, სულიკო, ახტურფავ, ყაყაჩო ჩიჩუასი, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია აი საბავშვო სტუდიებისთვის
და მეც გამოვყოფდი ამ სიმღერას, რადგანაც ჩვენი სტუდიის ბავშვები ყველა თაობა ყოველთვის დიდი სიამოვნებით ასრულებს. ქართული ჰანგები. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო ტალღაზე FM 104 და 5 შეგახსენებთ რადიო აჭარას ისმენთ და რადიო აჭარის ეთერშია გადაცემა ქართული ჰანგები. გადაცემის დასასრულს კი რა თქმა უნდა კინომუსიკა. ყოველ ჩვენთაგანს გვახსოვს ფილმი ანცი გოგონას შესახებ, რომელიც თავის ნებაზე ათამაშებს სიყვარულით დაბრმავებულ მოხუც ბებიასა და პაპუას. ერთი სიტყვით აბეზარა მანანაზე ვსაუბრობთ, ფილმზე, რომელიც ჩვენს ლამაზ ქალაქში გადაიღეს და რომელმაც სხვადასხვა იმდროინდელი ბათუმის უნიკალური კადრები შემოგვინახა. ფილმის რეჟისორები ზაქარია გუდავაძე და შალვა მარტაშვილი გახლავთ. ნანული სარაჯიშვილის მიერ შესრულებულ მანანას როლს კი ორგანულად მოხვდა ქალბატონ მერი დავითაშვილის მიერ დაწერილი სიმღერა. სწორედ ამ სიმღერით მინდა დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი გადაცემა. ხვალ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ყველა პატარას უსურვებ უღრუბლო ზეცას და ბედნიერ ბავშვობას. მაშასე სიმღერა კინოფილმიდან მანანა. Ti
ხალხი არისო ქართული ჰანგები მხოლოდ მათთვის, ვისაც ქართული მუსიკა უყვარს. დაელოდეთ ყოველ სამშაბათს 21 საათზე გადაცემას ჩვენი ესტრადის შესახებ. რადიო აჭარის ეთერში FM 104.5-ზე. ქართული ჰანგები.